დღეს ფეხბურთის ფედერაციაში კრისაბეტერონი ლიგა და კრისაბეტერონი ლიგა 2-ის წარმომადგენლებს შევხვდით. მოგახსენებთ იმ სიახლის შესახებ, რომელიც დაინერგა და რომელიც გავაცანით დღეს კლუბებს. 2023 წლის კრისაბეტერონი ლიგის ანალიზი მოხდა. მონაცემთა ანალიზი მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურულ ფინანსურს, აგრეთვე სპორტულ კრიტერიუმებს და მნიშვნელოვანი იყო ეს ჩვენ გავაცანით ყველა იმ კლუბს, რომელიც 24 წლიდან ასპარეზობს კრისაბეტერონი ლიგაში. ეს პრაქტიკა არის აგრეთვე დანერგილი UEFA-შიც და მნიშვნელოვანია რომ ყველა კლუბს ჰქონდეს ანალიზი თვითონ გააკეთონ და გაიმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა როგორც ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების კუთხით, აგრეთვე სხვადასხვა მიმართულებებით. აგრეთვე წარმატებულს რა თქმა უნდა იმ გუნდებს, რომლებიც ევროტურნირზე ასპარეზობენ, დღეს იცით რომ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპს დაიწყებს იბერია და წარმატებულს რო იბერიას, აგრეთვე ტორპედოს, გორის დილას და დებიუტი აქვს სპაერს, რომელიც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაერთვება და წარმატება უსურვოთ გუნდებს ევროტურნირებზე. აღნიშნული პრეზენტაცია ძალიან საინტერესო იყო იმ მხრივ, რომ საკმაოდ დეტალურად იყო ჩაშლილი მათ შორის ფინანსური მოძრაობის კუთხით, მოგებაზარალის კუთხით, თუ რა შედეგებზე გავიდა კლუბები გასულ წელს, ესე რომ ვთქვათ და რა მოლოდინები უნდა გქონდეს და რაზე უნდა გავაკეთოთ კლუბებმა აქცენტი სამალოთ იმისთვის, რომ სწორად დავგეგმოთ ჩვენი ფინანსური ბიუჯეტი, იმისთვის, რომ კლუბებმა მდგრად და სტაბილურად იმუშაონ და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი აისახება ერთ-ერთი სპორტულ შედეგებზეც. რომ არა ეს სპორტული შედეგები, ფინანსური შედეგები, სტაბილურობა, რა თქმა უნდა სპორტულ შედეგებს იქონიებს გავლენას. სასარგებლო შეხვედრა იყო, მინდა მადლობა გადაუხადო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას ამ წამოწყებისთვის და ეს არის ერთგვარი სახელმწიფო, რაც კლუბებს გვაძლევს კიდე დამატებით ჩავიხედოთ იმ ფინანსურ ანგარიშებში, რაც ჩვენ გქონდა წარსულში და ეს სურათი მოგცემს ასევე აწყოსაც და მომავალსაც და რაც მიცემს ალბათ კიდევ საფიქრავს ქართულ კლუბებს, რომ ეს თანხები უფრო მიზნობრივად იქნეს დახარჯული და რაც თავისთავად გამჭირვალეა და UEFA-საც აძლევს საშუალებას დაინახონ ჩვენ რა რეალობაში მუშაობთ. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კლუბის შიგნით ამ სურათს ჩვენ თვითონ მევაკეთებთ, გავდივართ და ყოველ იმ შრეებს, რაც აი ეს ფინანსური სურათი გვაჩვენებს, საბოლოო ჯამში ჩვენც ამას კლუბის შიგნით შიდა სამზარეულოში გავდივართ და ვაანალიზებთ და უკეთებთ ანალიზს შემდგომში უფრო ეფექტური მუშაობისთვის.